ანაკლია ოდითგანვე მეთევზეების სოფელი იყო და ხდებოდა ისე რომ ყველა დროს იჭერდნენ თევზს და ახლა მეთევზეების რიცხვი დაახლოებით 100-მდე აღწევს. დღევანდელი კანონმდებლობით ჩვენ შეგვიძლია 1 მილის ფარგლებში ულიცენზიო თევზაობა, მაგრამ მეთევზეები ითხოვენ კონდეს შესაძლებლობა 1 მილის ფარგლებს გარეთაც კანონის ფარგლებში ხელმისაწვდომი იყოს მაგალითის რაღაც ფორმით ლიცენზიები. აგრეთვე მეთევზეების მოთხოვნა არის რომ უამრავი კანონი და სხვადასხვა სტრუქტურა არეგულირებს და მოხდეს ინფორმირება, მოიქცეს ეს ყველაფერი ერთ ჩარჩოში, რომ ყველასთვის ყველაფერი გასაგები იყოს. ეს არის ჩვენი ძირითადი ანაკლილი მეთევზეების ძირითადი მოთხოვნები. აგრეთვე პრობლემა დგას ლიცენზიებს ვინც ფლობს, მათ დააქირავებული ყავთ თურქეთის თევზსაჭერი ფლოტი, რომელიც მცირე ტერიტორიაზე ერთად თავმოყრილი თევზაობს ჩვენთან, ეგრეთ წოდებულ ანაკლის თევზის გამოსაზამთრებელ ღრმულებში და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არ არის სწორი ამბავი, იქ უფრო დაცული უნდა იყოს ის ტერიტორია, ისინი დიდ სიღრმეებზე 200 მეტრამდე სიღრმეში თევზაობენ და დიდი მასების ამოღებას ახდენენ ერთდროულად თევზის, რაც სხვა ძვირფასი თევზებისთვის საკვების შემცირებასაც იწვევს და იწვევს ბევრ ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც თანდათანობით გადაშენების პირას მიყავს ჩვენთან.